ქართული არქიტექტურის თუ პრეზიდენტის პიარი, რომელიც 102,000 ლარი დაჯდა, დღეს ცნობილი ხდება სააკაშვილის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი იმ თანხის შესახებ, რომელიც არქიტექტურულ ჟურნალ მარკის რედაქციას გადაურიცხეს. სანაცვლოდ ჟურნალის მთავარ ყდაზე მოხვდა საქართველოში გადაღებული სარეკლამო ფოტოწარწერით სააკაშვილი აშენებს ქვეყანას. ფონდიდან 1000-ობით ლარის გამოყოფით კანონი არ დარღვეულა, თუმცა უმრავლესობა სვამს შეკითხვას, რამდენად გამართლებული იყო სოლიდური თანხის პიარში ხარჯვა. რეკლამირებისთვის გადახდილი თანხის ამსახველი დოკუმენტაცია ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა. დოკუმენტებს ჩვენი კორესპონდენტი გიორგი ფუტკარაძე გაეცნო და მან შეფასებებიც მოისმინა. გიორგი, კონკრეტულად რა ფოტოები მოხვდა მარკში? Თამთა საუბარია ჟურნალ მარკის 37 ნომერზე, რომელიც მიმდინარე წლის მაისში გამოვიდა. ეს არის არქიტექტურული ჟურნალი, სადაც 37 ნომერში განთავსებული იყო საქართველოში სხვადასხვა მიმდინარე და დასრულებული სამშენებლო ნაგებობები. მათ შორის იყო პარლამენტის შენობა, რიყეზე მიმდინარე მშენებლობა და ასე შემდეგ. და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 102,450 ლარი, რათა ჟურნალში მოხვედრილიყო ეს ნაგებობები და ყდაზე სლოგანი სააკაშვილი აშენებს ქვეყანას. არასამთავრობო ორგანიზაცია ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტი ის ორგანიზაცია არის, რომელმაც გამოაქვეყნა ამ ფინანსების თაობაზე ინფორმაცია. რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობას, ისინი კითხვებს უსვამენ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდთან დაკავშირებით, რამდენად გამჭვირვალედ იხარჯება ეს ფონდი და რამდენად სწორად ხორციელდება ფინანსების ტრანზაქციები. რა თქმა უნდა, ადრე თუ გვიან დარწმუნებული ვარ, საქართველოს ხელისუფლება, ახალი ხელისუფლება დაინტერესდება იმით, სად და რაში დაიხარჯა ეს 21 მილიონი და არა მარტო ის 150,000, რასაც თქვენ ამბობთ. მე შემიძლია გითხრათ, რომ ახლაც იხარჯება კოლოსალური თანხები და ეს ყველაფერი ერთად აბსოლუტურად შეგნებულად. ეს არ არის პირველი რეკლამა, თანაძვირად ღირებული რეკლამა, რომელიც საზღვარგარეთულ მედიაში ქვეყნდება. პიარის სპეციალისტები სვამენ კითხვებს, რამდენად ეფექტური იყო, რა შედეგები მოიტანა ამ რეკლამებმა. თუ კი დავითვლით ჩვენ რეალურ შედეგებს, მოხდა თუ არა ამ ფინანსური რესურსების ხარჯვის შედეგად, ნებისმიერი წინსვლა, დარგობრივი შედეგი, ასე დავარქვათ ჩვენ. ალბათ ნახავთ ჩვენ, რომ ეს დარგობრივი შედეგი მიღწეული არ იყო. უფრო მეტიც, რა გიღა ჩვენ ამას განვიხილავთ, როგორც საარჩევნო რეჟიმის საშუალებას და საზოგადოებამ პოლიტიკურ პირობით ამ უმრჩევლებთან ურთიერთობის ხერხი უფრო იყო ეს შესაბამისად, ამანაც ვერ გამართლა. თამთა რა ჯდებოდა ძვირად ღირებული რეკლამები უცხოურ მედიაში, რას ემსახურებოდა ეს რეკლამები და რამდენად ეფექტური იყო კონკრეტული სარეკლამო კამპანია, დეტალები 9 საათზე. მადლობთ გიორგი, მარკში გადარიცხულ 1000-ობით ლარზე გიორგი ფუტკარაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.